დილამშვიდობისა მეგობრებო, ისე სალოცავიდან გემსახურებით. რა კარგი სიტყვა მომაგონა უფალმა. ისე სალოცავიდან გიკავშირდებით და ეხლა ჩვენ საინტერესო რაღაცას ვაკეთებთ. დილიდან აქ ვართ, გუშინ აქ დავრჩით ჩვენ საცხოვრებელ მანქანაში. აი ეს ქვა დიდი ქვა გვინდა რომ ავაგორებთ და ესეთი რაღაც მოვიფიქრეთ რომ მანქანით აქამდე ამოვიტანეთ და მერე გადავაგორებთ ალბათ. ბავშვები უკვე ზარს ეკენ. ეხლა ბიჭებიც მოდიან. ივანე გაიღვიძეთო გეუნა. ეს კარგი რაღაც მოგიფიქრებიათ. ერთი წუთი ივანე. ეხლა მე რა ველაპარაკე იმ ბიჭს და ის ქვები არ არისო ეხლა. სანამ ის მოიტანს ის ვინც წაიღო. დღეს არ გვექნება ის ქვებიო, მაგრამ ვუთხარი რომ ამოდით მეთქი და რაშიც დაგვეხმარებით თქო. ნუ ეხლა დაურეკავ კიდე ასურეთლებს. ასურეთლებო, ამა თქვენ იცით, ამოდით მოგვეხმარეთ. დღეს აქ ვართ, ხვალ აქ ვართ. გუშინ აქ ვიყავით, დღეს აქ ვართ, ხვალ აქ ვართ. დილით ვიქნებით, ოღონდ ხო, შუა დღემდე. ხო, ეს ქვა არის ასატანი, იქ კიდე რამდენიმე ქვა დევს და ისიც ამასატანია და წამოდი აბა ვნახოთ ზემოთ რა ხდება. გუში რა გააკეთეს ბიჭებმა, აუ აქედან ვერ ავალ. აი აქ. აქედან ავალ. ასურეთლები თუ ვინმე უყურებთ ამ ვიდეოს, გადაუზიარეთ. დღეს ჩვენ აქ ვართ. დღეს გვესაჭიროება მამაკაცების დახმარება, იმიტომ რომ ქვებია ამოსაგორებელი. თუ ლომები გაქვთ, ლომებიც წამოიღეთ და ერთად ამოვაგოროთ ეს ქვები და კიდე გვაქვს აი აქ ერთი დიდი ქვა გადასაგორებელი. ეს დიდი ქვა გვაქვს აი აქედან გადასაწევი იქეთ. აქ უნდა ჩაისხას ფუნდამენტი დღეს. აი აქ. ამიტომ სამი ბიჭი მაინც რო ამოხვიდეთ ასურეთლებიდან ან თბილისიდან, რა ვიცი, ყველა შეუძლია მოვიდეს აქ და მიიღოს მონაწილეობა სალოცავის გაკეთებაში. აი აქ უნდა ჩაისხას ფუნდამენტი. და ამისათვის ეს ქვა უნდა გადავაცილოთ იქით. გადავწიოთ. ეხლა შევიდეთ ნახოთ შიგნით რა ხდება. შიგნით ეს ხდება. ეს ახლა პირველი ხელი გაილესა. აქ ნახე იქაც გაუკეთებიათ, რა კარგია. ხო, ეს ესე დავტოვეთ. ეხლა ეს კივით უნდა გაილესოს, აი ეს ახლა კივით შეივსება და ეს რატო დადეს. ასე უნდა იყოს. ხო და აქეთ ახლა იმდენად გუშინ რაც გააკეთეს. ეს არა, ჩვენ გარეთ გვაქვს ახლა, გარეთ გვაქვს გასაკეთებელი რა. ეს ქვა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აი უკანაც. აქ უკვე ესეც გავაკეთეთ. ეს ძალიანად შევავსეთ, აი ეს ეკლდა და ჩავამატეთ. აი აქ უკვე უკანა მხარე არის ცოტა რთული. ხო. თუ ვინმე ზამე ლამაზი ქვა გაქვთ, წამოიღეთ თან და ეს თქვენი ლამაზი ქვა ამ კედელში ჩამონტაჟდება და ლამაზად იქნება. ნებისმიერ თბილისიდან წამოხვალთ, თბილისიდან წამოიღეთ, ასურეთიდან წამოხვალთ, ასურეთიდან წამოიღეთ, ქუთაისიდან წამოვიდა და ქუთაისიდან წამოიღო რკინები. ყველა მხრიდან. საერთოდ ჩემი იდეა არის ესეთი რა.
რომ ეკლესია უნდა აშენდეს საერთოდ ყველა საქართველოს ყველა კუთხიდან მოზიდული ქვისგან. გამარჯობა ლალი, წარმატებებიო, დიდი მადლობა. და მოზიდული ქვა რა არის ახლა ნახე, აი მაგალითად. ყველა კუთხიდან, ხო, საქართველოს ყველა კუთხიდან თითო ადამიანმა რომ თითო ქვა წამოიღოს, ახლა რამდენი მოილოცავს ეკლესიას, მოიტანოს და დადოს აქ, ხო? ხო და ხო, ეს ჩაიდება იმაში. ეს ნეტა არ გაგიკეთებინა ესე, მაგრამ არა უშავს რა ვქნათ, ესე მოხდა. აი ეს ქვები, ოღონდ ამას ისა აქვს, თავარანგელოზები აქვს ამას, თავარანგელოზია აქ გამოსახული. აქაც თავარანგელოზია გამოსახული. ხედავთ ხო? აი ამ სიმრგვალეს, აქ მერე სახეს, აი აქ თვალები აქვს, ყელი. ოღონდ ძველია, უკვე გასაწევია ეს ქვები და აქ დიდი ქვა არის. ხო და წამოიღეთ რა ქვები რა, ლამაზი ქვები, ფერადი ქვები. პატარები კი არა, აით დაახლოებით ერთი ფურცლის ხელაქვაც რო იყოს, კარგი იქნება. აი ახლა ეს ქვები მოიტანეს ბიჭებმა და დაყარეს ასურეთლებმა რა. აქ დაყარეს და აღმოჩნდა რომ ეს არის საფლავის ქვა. ეს კი გატყდა ახლა ეს საფლავის ქვა. აი აქ ნაწერები აქვს ზედ, ახლა ესეც გაცვეთილია ეს ნაწერები, ნუ მოკლედ ამას გასუფთავება სჭირდება და მე მგონი ვეღარც ამოვიკითხავთ რა წერია ზედ, მაგრამ ეს ქვა იყო სოფელში. ეხლა მე მოგიყვებით ერთ პატარა ამბავს. ჩვენი ასურეთი, როდესაც გერმანელებმა ააშენეს, ხო? ისინი იყენებდნენ აი ამ სოფელში, აი ამ აქ რომ აი ამ ადგილზე რომ სოფელი იყო, ამის იქით კიდე ერთი სოფელი იყო. იქაც ეკლესია სხვათა შორის აღმოვაჩინე და ჯვარი დაუსვიათ ახლა გესმით და ძალიან კარგია, იმიტომ რომ იქ ეკლესია იყო როგორც გორასავით ვერ შეამჩნევდი და მე რომ ვნახე იქ ეკლესია, მის მერე დასვეს ჯვარი. გავაცხადე ესა Facebook-ით. ჯვარი რო დაასვეს, ესე იგი იმ ადგილზე ესეთი პატარა ეკლესია იყო. იმ ადგილზე იყო სოფელიც. და სხვათა შორის ერთ-ერთმა გერმანელმა, რომელიც აქედან წასულია, ich habe nur ein Löffel reingetan. ერთი კოზი ჩავყარე მარტო, ხო, უთხარი მამიკოს და პატარა ჭიქა არის ჩვენი თქო, უთხარი. თეთრი ჭიქა. ხო და ეხლა მოგიყვებით რა, რომ აქედან წასული გერმანელებიდან პატარა ბავშვები ვინც იყვნენ ახლა დაახლოებით თინეიჯერობის ასაკში, ყველას აქვს ნოსტალგია ასურეთზე, ანუ ხო გააძევეს ეგენი აქედან და მათი შვილიშვილები იყვნენ ჩამოსული გერმანიაში. გვესტუმრნენ ჩვენს და ერთ-ერთის ბაბუამ, ანუ რომელიც აქედან 12 წლის ასაკში გააძევეს, დაწერა წიგნი. ამ წიგნში არის ესეთი რა მოთხრობილი, რომ ჩვენო იქით რომ ანუ რომ გორას რომ გავწდებოდითო, იქ ნასოფლარი იყო, თვითონ აღწერს ეს კაცი. ნასოფლარიდან ეხლა ქვა ერთ ქვასაც ვერ იპოვი, ანუ იცი როგორი რაღაცაა, რომ ნასოფლარი შეიძლება დრონის რო გადაიღო და სიღრმეებში ჩახვიდე მიწის სიღრმეებში, დაინახო რომ იქ ფუნდამენტებია და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ჩვეულებრივი თვალით ვერაფერს ვერ დაინახავ, რომ იქ რაღაცა სოფელი იყო, იმიტომ რომ ქვაც არ დევს, ერთი ქვაც არ დევს. ხო და აქედან გამომდინარე ჩვენ სოფელში დააკვირდით ასურეთლებო, თქვენს სახლის ქვებში ხომ არ არის მოყოლილი საფლავის ქვა, იმიტომ რომ ერთ-ერთის ოჯახში მე პირადად ავედი და ჩვენ ქუჩაზე ცხოვრობს ეს ადამიანი, ნანახი მაქვს რომ
ფეოდალური წყობილების საფლავებზე როგორც ახატებდნენ ხოლმე ესე ხელ გადაჯვარედინებულ ადამიანებს, ხო, ეგრე ასაფლავებდნენ ძირითადად ფეოდალებს. ჩაყოლილი აქვს უშუალებელი ქვა, აი დაახლოებით ამხელა ქვა კუთხეში. სახლის კუთხეში რა. და ენერგეტიკულად ეხა მე რომ ადრეც გავაცხადე და ეხაც გეტყვით, ენერგეტიკულად საფლავის ქვა საკუთარ სახლში არის ძალიან მძიმე. ანუ იმ სახლში ძირითადად ხდება ბედნიერება არ შედის იმ სახლში. ამიტომ ეხლა იმ სახლს ხარ დაანგრევენ, ხომ? იმ სახლს ვერ დაანგრევენ იმ ერთი ქვის გამო, თან ძირშია ჩაყოლილი და პირდაპირ ნაწერებიც აქვს იმ ქვას ყველაფერი და მე ვფიქრობ ესეთ რამეს, რომ ჩვენ არ ვიცით რა ქვებით გააკეთეს გერმანელებმა ეს სახლები, თავისი სახლები. მაგალითად, ჩემს სახლს ძალიან კუთხოვანი ქვები აქვს, ისეთი ლამაზად გამოთლილი ქვები აქვს, რომ ლოგიკურად რომ დაფიქრდე, უცბად აშენებული სახლისთვის, ხო, 100 წელიწადში მოახერხეს რამდენიმე ასეული სახლი ააშენეს და ან ქვა საიდან ქონდათ, ან ხელობა, ან ამდენი ხალხი სად იყო, ანუ რაღაცა ალოგიკურია, რომ დაფიქრდე, რომ ეს ყველაფერი მოახერხეს ერთ საუკუნეში ამ ხალხმა რა, 74-მა ოჯახმა. აქედან გამომდინარე, ფაქტი უკვე სახეზია, რომ ეს ქვები აქვს აღებული, ანუ აქ რაც სოფლები ნახეს, აქედან წაღებული აქვს ეს და დაშლილი აქვს. ძირითადად მე-17 საუკუნეში შახ-აბასმა რო აუხრა გაურობა, ხო, ეს სოფლები დაინგრა, აღარავინ არ ცხოვრობდა. მთელი ტყვეები წაასხა და ჩვენ ეხლა არ ვიცით, მაგრამ აქ სოფლები იყო, როგორც ჩანს და თვითონაც იწერება ის კაცი, რომ აი სოფლები იყო. ხო და ერთი სიტყვით ნებისმიერი ასურეთელი, რომელიც თავის სახლში ნახავს, რომ თავის სახლში არის საფლავის ქვა ჩაყოლებული, ჯერ პირველ რიგში თუ შესაძლებელია ეს ქვა გამოცვალოს იმ ადგილიდან და ის ქვა ამოიტანოს ან სასაფლაოზე აიტანოს, ან აქ ამოიტანოს ეკლესიაზე და აქ დადოს, ან კიდე სანაცვლოდ უნდა ამოიტანოს ის ქვა, სხვა ქვა და თქვას ესეთი რამე, რომ იმის სანაცვლოდ ამ ქვას მე შევწირავ ეხლა ამ ეკლესიას. გესმის, აი ის უნდა მოახდინოს გაცვლა, ენერგეტიკული გაცვლა უნდა მოახდინოს და ის ენერგეტიკა, ვთქვათ, ენერგეტიკა რაც იმ ქვაშია, ამ ქვაში გადმოვიდეს. იმიტომ რომ ეს ენერგეტიკულად ძალიან უშლის ადამიანებს და თითოეულ ოჯახს, ვის სახლშიც საფლავის ქვა არის. ჩვენ სახლში როგორც გითხარით, არის ძალიან კუთხოვანი ქვები. მე პირადად ვეჭვობ, რომ ამ სახლის მაცხოვრებელმა ლამაზი ქვები, ანუ ის აგურებით დაჭრილი ქვებია, ხო? ეხლა ისეთი მდიდარიც არ ჩანდა ეს კაცი, რომ სპეციალურად თავისთვის დაემზადებინა ეს ქვები. იმიტომ რომ პატარა სახლი იყო და მოკლედ ერთი სიტყვით რაღაცა ამ კაცმა აიღო ის ქვები, რომელიც წესით არავინ არ აიღო, ხელი არავინ არ მოკიდა, როგორც ჩანს რა, აი ხლა ძალიან იმას ვუკავშირდები, ასტრალურს ვუკავშირდები და ასტრალურში შეგიძლია დაინახო როგორ რა მოხდა რა. ხო და რა ხდება იცით მეგობრებო, ჩემი ხუშტური არ არის ამ ეკლესიაზე რომ ვარ და ვაკეთებ. ეს ალბათ მოვალეობა არის, ვინც იმ სახლში ცხოვრობს, რომ ეკლესია აქვს გასაკეთებელი, იმიტომ რომ ეკლესიის ქვებია აღებული, მე ესე ვფიქრობ, ჩვენ სახლში, სადაც ცხოვრობ დასურეთში, იმან ვინც ააშენა იმ გერმანელმა ეკლესიის ქვები გამოიყენა. ამიტომ მამაჩემიც ამ ეკლესიას აღდგენდა და ვეღარ მოასწრო, იმიტომ რომ მე შეიცვალა ყველაფერი დროება და სამსახურის დაკარგა მამაჩემმა და წავედით გერმანიაში. დარჩა ეს ეკლესია, მე ჩამოვედი აქ და მე გავაგზელე მამაჩემის, მაგრამ რაღაცა არის როგორი ისა კარმული ურთიერთობა გვაქვს ამ ეკლესიასთან და იმის კი არ მინდა რომ თქვა აი რამაგრები ვარ ჩვენ ვაკეთებთ. არა, პირიქით, მე მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდი ტვირთი არის ეს. აი ძალიან რთულია ამ ეკლესიის დასრულება, რამდენი წელი მამაჩემი ამას ასრულებს და ვერ დაასრულა. და ვინც ხელი მოკიდა აქ ასურეთიდან კიდე ვერცერთს ვერ წაემართა საქმე ისე რომ დაასრულოს ეს ეკლესია და ისევ ეხლა ჩვენ ვართ და ეხლა ნახე გუშინ ბიჭები აქ იყვნენ ამოსული და მე კიდე სოფელში იქ ჩხუბი მომიწია.
განსაცდელები ბევრია რა, როდესაც ესეთ საქმეს კიდევ ხელს, მაგრამ კარგი რა არის იცით? კარგი არის ის რომ კურთხევა გვაქვს ჩვენ აღებული ამ ეკლესიის დასრულებისთვის. ეს ხელს უწყობს იმას რომ რაც არ უნდა სირთულე შექმნეს მაინც დასრულდეს ეკლესია. გესმით? აი მაგალითად ვინც კურთხევა არ აიღო როგორც მამაჩემმა არც კი უფიქრია რომ კურთხევა აიღო ვიღაცისგან რომ ეს ეკლესია გავაკეთე თუ არა კურთხევა თუ არ გაქვს სასულიერო პირისგან შენ მაშინ არ გეწყობა ხელი ყველაფერს ცდილობს ბოროტი რომ შეგიჩალოს ხელი ყველაფერს იზავს შეიძლება თავიც მოგაჭრას გესმის ამიტომ რადგან ვფიქრობ ასეთი რომ ჩვენ ავიღეთ ეს კურთხევა და მოგცა უფალმა ეს კურთხევა ანუ ნება დაგვთო რომ ჩვენ ის გავაკეთოთ ფიქრობ რომ ესე უნდა თლიანად ყველამ უნდა მიიღოთ ამაში მონაწილეობა რა ეკლესიის მშენებლობა არ არის შენობის დადგმა არ არის ეკლესიის მშენებლობა არის ადამიანების ერთობლივი მუშაობა აი ადამიანების ერთობლივი მუშაობა ამ მუშაობაში საკუთარი ტაძრის გაწმენდა ეს ჩვენი სხეული ტაძარია ტაძრის გაწმენდა და ამის ნიადაგზე შენობის დადგმა რომელსაც მე დაარქვეს ღმერთის სახლი ანუ ღმერთის სახლი რატო ეწოდება ხო ეკლესიას ეწოდება იმისათვის რომ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ამაზე იმუშავა ხო ესე იგი ერთობა ნახა ერთობა არის ის რაც გვევალება და ღმერთი რასაც მოითხოვს ჩვენგან ხო და მოკლედ ეხლა ამ ეტაპზე არის უფრო მამაკაცების სამუშაო აქ ამ ეკლესიაზე ამიტომ ქალებს მე ნაკლებად ვუძახი ხოლმე ქალების სამუშაო როცა საჭირო იქნება მე უკვე ქალებს მანდილოსნებს განუცხადებ რომ ამოვიდნენ და აქ დახმარებაა საჭირო ძალიან მაგარი ადგილი აი ანუ უშინ ახლა აქ ვიყავით ღამის 3 საათამდე ვისაუბრეთ შეიძლება 4 საათიც იყო იმიტომ უკვე თენდებოდა და ვისაუბრეთ და ისეთი საინტერესო საუბრები იხსნება ხოლმე აქ ამ ადგილზე რომ აი საიდან მოდის ესენი არ ვიცი რა კედლის ფრაგმენტი რომ ასეთი სახით დარჩება ესაა საინტერესო და ისტორიული ხო ეგ მაგას ეგრე დავტოვებდი შიდა მხარეს ისა და რაც ძველი იყო რაც ნანგრევი რაც ლოცულობდნენ აქ და მე ეს ნანგრევებიც რო არ დანგრეულიყო მამაჩემმა ბლოკები დაადგა და ხო ნუ მოკლედ მამაჩემი ცდილობდა გაეკეთებინა ბიჭებიც რა თქმა უნდა ასურეთელი ბიჭები მოეხმარნენ აქ ამოვიდნენ გააკეთეს იმ 90-იან წლებში რა საერთოდ კაციშვილს არ აინტერესებდა ეკლესია მაშინ იდევნებოდა ესეთი რაღაცები და მოკლედ ეს სიტყვით ასურეთლებმა მაინც იყო ჩახეს და ის ძველი აღადგინეს გესმის აი ძველი აღადგინეს ეს ადვილი საქმე არ არის რა ეს არის ძალიან რთული საქმე ენერგეტიკულად შენ როცა ძველს აღდგენ აქ უფრო მეტი ბრძოლები გაქვს შენ სულიერი ბრძოლები გაქვს ბოროტისგან გებრძვის არ უნდა რომ აღადგინო ძველი ასურეთი რატომ ქვია ქალბატონო თამარ თქვენ სოფელს მე თვითონ ასურელი ვარ წარმოშობით ხო მარი ერთხელ ვიყავით ზღვაზე ვიყავით და ჩვენ ხო ასურეთიდან ვიყავით და მანქანა ჩაგვეფლო მიწაში ხო და ვინც მოგვეხმარა ხო ძირითადად ბიჭები ვინც მოგვეხმარნენ რომ გავისაუბრეთ ისინი იყვნენ ასურელები და ჩვენ ვიყავით ასურეთიდან და ძალიან საინტერესო დამთხვევა იყო და ასურეთი რატომ ქვია და ეს ჯერ არ ვიცით თუმცა ერთ-ერთი არქეოლოგის თქმით პაატა ბუხრაშვილი არის ესეთი არქეოლოგი საქართველოში პაატა ბუხრაშვილის ვარაუდით აქ ან უნდა ყოფილიყვნენ ასურელი მამები ან ერთ-ერთი რომელიმე ან კიდე ორი ვარიანტი არსებობს ან აქ ხმა არის ესეთი გავარდნილი ანუ თქმულებები რომ აქ ამზადებდნენ ასურებსო ანუ თიხა იყო და ასურებს ამზადებდნენო და აქედან დაერქვა სურებს ამზადებდნენო და ასურეთი დაერქვაო რა და ეს პაატა ბუხრაშვილის თქმით უფრო არ ესადაგება იმ ვერსიას რატომ დაერქვა ამას ასურეთი ვიდრე ის რომ აქ უნდა ყოფილიყო
არ პირველად აქ ჩამოვიდნენ ასურელი მამები და აქ იყვნენ, ან ერთ-ერთი მამა იყო აქ ასურელი. ხო. შეიძლება წავიდეთ. სახში ხო ვიყავით ეხლა და. წავიდეთ. ეხლა ესეთი ადგილი არ არის ჩახვიდე და ამოხვიდე და. რა გინდა სახში? მე ცოტა ხანში წავიდეთ, რომ დაწყება. ასე რომ თუ ამოხვალთ ბიჭებო, ასურეთელო ბიჭებო, დღეს კარგი იქნება. რამდენიმე კიდე პირადში გადაურეკა. Itu kasvia. ასურეთი იმიტომ ქვია, საინტერესო არის ეგ ამბავი. აქ მნიშვნელოვანი სოფელი რატომ არის კიდე ასურეთი, იცი? თქვენ თუ იცით, ამას უყვები ხოლმე რა, აქაც რო არია ხალხი რომ მოდის. თქვენ თუ იცით სამშვილდე, თუ ყოფილხართ ნამყოფი სამშვილდეში. სამშვილდე იყო ერთ-ერთი საქართველოს მნიშვნელოვანი წერტილი, როგორც დღეს თბილისია, ისე იყო სამშვილდე დავით აღმაშენებლის დროს, რომელმაც დავით აღმაშენებლის დროს ძალიან ცნობილი გახდა სამშვილდე და თუ კი ვინმე სტუმარი მოდიოდა საქართველოში უცხოეთიდან სამშვილდეში იღებდნენ პირველი და მერე სხვაგან გადაყავდათ, იმიტომ რომ ის იყო, ესე იგი, დასახლება, რომელიც იყო დედაქალაქივით რა. სამწუხაროდ სამშვილდესაც ძალიან რთული ისტორია აქვს და მოკლედ მყარვალმა იმდენი რომ უთვალთვალა ამ ხალხს და საბოლოო ჯამში ერთ-ერთ დღეობაზე, რომელიც დღეობასაც ზეიმობდნენ ჩვენი ტრადიციულად ჩვენი მოსახლეები დაესხა თავს და თუ არ ვცდები 70,000 კაცს თავი დააჭდა. და თავებით ის პირამიდა ააშენა. ნუ ძალიან ტრაგიკული ისტორია აქვს სამშვილდეს და ესე და ვერ იღებდნენ ამ სამშვილდეს და ესე მოიფიქრა ამ მყარვალმა, რომელი რა სახელი, მისი სახელიც არ არის სახსენებელი. მოკლედ ერთი სიტყვით, მაქვს რატო ეხავდეთ იკო? ეკო ხო ჩვენ ამოვიტანეთ იქიდან. ერთი სიტყვით სამშვილდედან აზეულაზე ასასვლელი გზა გადიოდა ასურეთზე. თუ კი საზაფხულოს რეზიდენციაში უწევდათ მეფეებს გადაადგილება და ეხლა მეფე 1-2 კაცი არ იყო, იქ მთელი ამალა მიდიოდა, ხო? გაივლიდნენ აუცილებლად ხოლმე ასურეთს და აი ამ ადგილსაც გამოივლიდნენ ხოლმე. ეს ამ ეკლესიის გამოვლით უხდებოდათ მეფეებს იქ ასვლა აზეულაზე. სადაც თამარ მეფე გარდაიცვალა, ეხლა რატო ვიცი, იმიტომ რომ ჩავეძიე მე ამ ისტორიებს და საბოლოო ჯამში ბევრი რაღაც მასწავლა იმ სცენარის მუშაობამ და ეხლა არ იფიქრეთ რომ მე ისტორიკოსი ვარ და აი ყველაფერი კარგად ვიცი. არა, მე ვიცი ის ეპოქები, თამარის ეპოქაში რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა და ესენი კარგად ვიცი, მაგრამ დანარჩენი ეპოქები მე არ ვიცი. ზუსტად დაზუსტებით. ალბათ ყველას თავისი ის აქვს რა, ინტერესი. ზოგი გიორგი ბრწყინვალეს იკვლევს, ზოგი დავით აღმაშენებელს, ზოგი თავდადებულს და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემი მნიშვნელოვანი წერტილი, რომელიც ბევრი მასწავლა საქართველოზე, იყო თამარ მეფის ეპოქა, რომ აი რა ხდებოდა ამ დროს რა, ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ თუ არ იცი იმდროინდელი ისტორია, სცენარს ვერ დაწერილი. ხო და სამშვილდედან წამოსული ამალა, რომელიც ადიოდა აზეულაზე, სადაც გარდაიცვალა თამარ მეფე, რომელიც აი ამ გზით გამოდიოდა და ძველი გზაც ნანახი გვაქვს აქ, რამდენიმე ათეული სოფელი იყო აქ და ეს ან სოფლის აღდგენა მე მინდა როგორ მაგრად იცი, ყველა სოფლის აღდგენა მინდა, იმიტომ რომ ეს არის ისტორია ჩვენი სახე რა იყო, ეს უნდა დაინახოს ადამიანმა, ის წარმოდგენა არ ექნება ადამიანს თავის თავზე და თავის წინაპრებზე და აღდგენითი პროცესი, აი ახლა ამ ეკლესიით რო დაიწყო ჩემი აზრით, ბევრ ამას მოიტანს. ხო და ესეც მეგობრებო,
აი ამ ტერიტორიებზე რო დავდივართ ხოლმე, აი აქაც ქვემოთ ჩასასვლელია, მოდი ჩავიდეთ, იქნებ დაჭერა იყოს და მე გაჩვენებთ რა საინტერესო ადგილი აქვს ულამაზესი ენერგეტიკული ადგილი. ხა საქართველოს უამრავია ასეთი, მაგრამ ერთ-ერთი ეს არის რა. ხო და აი ამ ადგილებშიც კი ოფსიდიანები მოიპოვება. თქვენ იცით რომ ოფსიდიანი არის ერთ-ერთი ხელსაწყო, რომელსაც იყენებდნენ საჭრელად, ხორცის საჭრელად, როგორც დანა, ისე იყენებდნენ ოფსიდიანს. და სადაც ოფსიდიანი მოიპოვება ასეთ ადგილებში, წესით ასეთ ადგილებში ოფსიდიანი ბუნებრივად არ არის. მაგრამ თუ კი ოფსიდიანები გვხვდება მიწაზე და სადღაც ესეთ ადგილებში, მაშინ ესე იგი იქ აუცილებლად იყო დასახლება. გესმით? აუცილებლად იყო დასახლება და აი ამ მინდვრებში მაღლა, ხო? სულ ოფსიდიანებით არის სავსე, ესე იგი, სადაც არ გაივლი ფეხს დაადგა ოფსიდიანი ყრია რა. წყალი აქედან ამოგვაქვს ხოლმე. იმედია ახლა ინტერნეტი გაჭერა იქნება, იმიტომ რომ ითიშება ხოლმე აქ. აი არ ვიცი რა. ეს არის საგრძნობლად ძალიან ლამაზი ადგილი. და ეს კიდე არაფერია, იმის იქით კიდე რა ადგილებია ჩანჩქერთან და ასე შემდეგ, იქ საერთოდ არ იჭერს. ამიტომ იქ ვერ გათვალიერებინებთ იმ ადგილებს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილებია. ულამაზესი ადგილები. აქ ახლა ქვებს ეძებენ ბიჭები, ნახე იქით. აგია იგი აგი. მოიცა, აი ახლა აქ. ნახე. აი, წყალი ჯერ კიდევ არის. სულ არ არის ხოლმე აქ ეს წყალი, მაგრამ ჯერ კიდევ არის. ამიტომ ვცდილობ წყალი როცა არის, მაშინ მოვიდეთ ხოლმე და აი აქ რამდენი ქვები ყოფილა, ხედა? ქვები აქედაც არის. რას ეძებთ? ქვებს? დიდ ქვებს? აი ეს რა ქვებია, ესენი რომ მოტეხოთ? იქ ქვემოთ არის კიდე ქვები, მე მგონი. მოკლედ მოძებნიან. სოკო. სოკო. ბავშვებო, ნიკოლოზი სად არის? სად ზერიკო აქ არის ჩემი ტელეფონი. ფუმფულა ხაშ. ეს იცით რას ნიშნავს, ხერო ესე იზრდება? ესე რო ტრიალებს, ესე იგი აი აქ ამოვალი წყლის დედიკო ვერ გაიგებს. წყლის ენერგეტიკული ველებია, ახლა ქართულად არ ვიცი ეგრე ქვია თუ არა. გერმანელები უწოდებენ წყლის ველებს რა. ენერგეტიკული ველი ამოედინება. აქ არის აქტიური ველი.
ანუ არსებობს ესე იგი ენერგეტიკაში არსებობს მდედრი და მამრი ველები. სადაც მამრი ველია, იქ ადამიანი ვერ ისვენებს. სადაც მამრი ველია, აი თუ არ ვწდები მამრი ან მდედრი ერთ-ერთი რა რომელიღაცა. სადაც ესეთი ველია აქტიური ველი, ხე ყოველთვის იწნება. ესეთ მოძრაობას აკეთებს. აი როგორც ახლა ეს არის დაწნული რა. და კიდევ არსებობენ ხეები, აი სულ ესე რომ თუ გინახავთ რა და თუ ეგეთ ველში მოხვდა, აუცილებლად დაიგრიხება. და აი ეს როგორც ტორნადო ისე იგრიხება რა და ამ ველში თუ შენ დგახარ, ხო? ნადგურდები, თუ შენ გიწევს ასეთ ველზე ან ხო, მაგრამ მე დაურეკავ დედიკო. ანა, ხო, ცოტა ხანში დაურეკავ. დავამთავრო აზრი. როდესაც ესე აკეთებს, რომ სახლებში არის ძალიან ბევრგან ეს გამავალი ენერგეტიკული წყლის ველები, ვასაადან, ანუ წყლის ძარღვებს ეძახიან. მოკლედ. მაშინ შენ ვერც სიზმარში, ანუ ვერც ძილი გაქვს ნორმალური, შეიძლება სიმსივნური ისენი დაგემართოს, იმიტომ რომ ვერ ისვენებს ორგანიზმი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სიმსივნით დაავადებულებისთვის ასეთ ადგილში წოლა. ეს ენერგეტიკები ისინჯება ორი მართულით. არის თუ არა ესეთ ადგილში აქტიური ველები რა და ამის გაზომა შეიძლება და თქვენს ლოგინის თავზე უნდა მიხვიდეთ, გაასინჯინოთ არის თუ არა აქტიური ველი. თუ აქტიური ველია, აუცილებლად გადადგით ლოგინის სხვაგან, იმიტომ რომ თქვენ უბრალოდ ორგანიზმს ვერ ასვენებთ იმ ადგილზე, ისეთ ადგილზე, სადაც აქტიური ველებია, უნდა იდგეს სამიცადინო მაგიდა. აი აქტიურად რომ გინდა რომ დაკავდეთ თავში ლოგიკის ჩართვით. აქტიურდება ლოგიკა. აქტიურდება ფანტაზია, აქტიურდება ილუზია, რა ვიცი, ყველაფერი აქტიურდება, რაც კი იმას ეხება, აზროვნებას ეხება. აქედან გამომდინარე, ორგანიზმი ვეღარ ისვენებს და სულ სიზმრებში ხარ, სულ. მე რაც შეეხება აი ესეთ ხეებს, ხო, ესე იგი თქვენ უნდა იცოდეთ, რომ როდესაც ეზოში ესეთი ხე გეზრდებათ, იმ ადგილზე გადის აქტიური ველია იქ. ჩვენი წინაპრები, აი ხა ეს რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი აღდგენა ამ ეკლესიის, ხო? და ყველა ეკლესიის აღდგენა, როგორ ეკლესიებიც ჩვენ გვაქვს დანგრეული, ხო? რატომ არის მათი აღდგენა? იმიტომ რომ როდესაც ჩვენი წინაპრები აი ამ ველების მეშვეობით იკვლევდნენ ჯერ და შემდეგ ამ ველების მეშვეობით აშენებდნენ ეკლესიებს, ზუსტად იცოდნენ რომ იქ რომ მიხვალ შენ პირდაპირ კავშირში ხარ, ანუ აი ამ ნაწილით კავშირში ხარ იმ ღვთიურთან. თუ კი შენ ამ თავით ნაწილში ხარ ღვთიურთან და გულის რაღაცა თავი და გული კავშირში ერთმანეთთან ნაწილით კავშირში ხარ ღვთიურთან, რასაც გაიფიქრებით, რასაც იტყვი, რასაც გაიაზრებ, ის პირდაპირ შეისვინება. დღესდღეობით უკვე იმდენად აღარ არის გამართული ეს ადგილები, ეს ველები. მე როგორც ვიცი, უნდა გაიმართოს აუცილებლად ყველა ის წერტილი, რომ ზეცასთან ისევ დავკავშირდეთ. რატომ იმარჯვებდნენ ქართველები, რატომ დავსუსტდით დღეს, იცით? დავსუსტდით, იმიტომ რომ ყველა აოხრებაზე, თან მაღლა წავალ, ყველა აოხრებაზე თითო კავშირი ამ ზეცასთან წყდებოდა, იმიტომ რომ ეკლესია ინგრეოდა. ეკლესია რო ინგრეოდა, უკვე ზეციურთან კავშირი წყდებოდა თავისთავად, ადამიანებს ეს ეხლა ყველას არ ესმოდა, გესმით? ჩვეულებრივ სოფლის მოსახლეს ეს არ ესმოდა, ეს ესმოდა მხოლოდ მეფეებს. ინფორმაციული ველის გადატანა იმ პერიოდში რთული იყო, არ ქონდათ ესე მობილურები, რომ ეს ლაივი ჩაერთოთ და ყველასთვის გაეცხადებინათ, რომ აბა ეხლა ესე ვაკეთებთ.
და ჯერ ყველა ვერ იგებდა გაფუჭებული ტელეფონია დღეს ადამიანს რაღაცას რო ეთქვი იმას სხვანაირად ესმის და სხვანაირად გადასცემს და მაშინ როგორ გაიქნებოდა ხო თქვათ მეფემ თქვა ესე ვაკეთებთ ვიღაცას გააგზავნის ერში იტყვის ის იმას ის ისე სხვანაირად გაიგებს სხვანაირად გადასცემს სხვას და მოკლედ გაფუჭებული ტელეფონობანა იწევდა იმას რომ ინფორმაცია ზუსტი სახით ვერ მიეწოდებოდა კაცობრიობას დღეს გვაქვს ეს საშუალება Facebook-ი ვიდეო ლაივი YouTube-ი რავი სხვადასხვა საშუალებები რომ ერთი სიტყვა გააგებინო რამდენიმე მილიონობით ადამიანს უშუალო სიტყვა ანუ უშუალო რა არის ეს შუაში არავინ არ დგას მე და შენ შორის შუაში არავინ არ დგას შიკრიკი არ მჭირდება რომ გამოგზავნო და იმან გითხრას და სხვანაირად გადმოგცეს სხვა სიტყვებით რაც მე გითხარი ხო და იმან მე იმას სხვანაირად გადასცეს არ გჭირდება დღესდღეობით ხო და ამიტომ დასუსტდა ზეციური მფარველობა საქართველოზე თუკი ჩვენ ამიტომ იბრძვის ბოროტი რომ არ აგვადგენინოს ეს ადგილები აი როგორ გამალებით იბრძვის იცი მაგრამ მთელი ამდენი წლების მანძილზე ეცადა რომ ეს ყველაფერი დაენგრია ეხლა მოდიხარ შენ ვიღაცა და ამის აღდგენას ცდილობ როგორ ბედავ საერთოდ ხო იმის პერსპექტივიდან ესე ხდება რომ როგორ ბედავ შენ ამას ისე რას გიძალ თავს მოგაჭრი ხო და ქმედებებით გაჩენებს რომ მართლა შეუძლია ბრძოლა მაგრამ იმას თუ ბრძოლა შეუძლია შენ იმაზე მეტი შეგიძლია ვერ უნდა დაგამარცხოს არ უნდა დანებდე ბრძოლაში ასე რომ აი ესე ხდება ყველაფერი რა ჩვენ თუ აღვადგენთ იმ წერტილებს სადაც ჩვენი წინაპრები იყვნენ ერთ დროს არა ახალ ეკლესიებს ახალი ეკლესიები საერთოდ კავშირს ვერ აბავენ ზეცასთან იცით რატომ მაგასაც არ გიხსნით იმიტომ რომ როდესაც ჯერ შენ ძველი გაქვს და დანგრეული და იცი რომ იქ სალოცავია იცი რომ იმას ჭირდება დახმარება მოვლა პატრონობა პატრონი ეს ძალიან კარგი სიტყვაა პატრონი მზრუნველს ბერძნულიდან გადმოედინება ეს სიტყვა იცი რომ იმას ჭირდება პატრონობა შენ როგორც ახლა სასულიერო პირი იმიტომ ვიძახი მე რო სასულიერო პირი ვიყო მეთქი საქართველოს გაბწყინდებოდა ალბათ იმიტომ რომ პირველ რიგში რასაც დავიწყებდი ამ ენერგეტიკული ველების აღდგენას დავიწყებდი რასაც ახლა დღეს ვაკეთებ ფაქტიურად რომ ზეცასთან კავშირი გავაბათ ისევ ლევანი ეკითხება სათხარო და უფ დავიღალე ისეთი აღმართია აქ ასურეთში ვარ ასურეთში თუ კი ზეცასთან კავშირს გავაბავთ ჩვენ მოვიპოვებთ ან თქვენ გითამაშიეთ მარიო ხო გითამაშიეთ ყველას რა და მაგაზე უკეთესი თამაშები არსებობს მარიოში არის ესეთი რაღაც მიდის მარიო რაღაცა იქ უნდა ახტეს ის მოიპოვოს ის ქულები იქ დაიწეროს და მე რაღაც სიცოცხლეს მოიპოვეს ჩვენი ცხოვრებისეული აქ ჩამოწვით არის დაახლოებითი მსგავსად იმისა რაც აი რასაც მარიო აკეთებს შენ თუ სწორად მიხვდი რა უნდა მოიპოვო ხო სად უნდა დააგროვო ქულები ზეცასთან კავშირი მოიპოვო მაშინ შენ სწორად ივლი და იქ არ გადახტები და ჩავარდები ხრამში და მოკრები არამედ ქულებს დააგროვებ და საბოლოო ჯამში მიხვალ სინათლესთან ქულების დაგროვება არ არის ის რომ შენ ახალი ეკლესიები აშენო არავინ არ გეუბნება რომ ახალი ეკლესიები აშენო შენ რაც გაქვს ის შეინარჩუნეო გეუბნება ყველა მამა და აბა სად ვინარჩუნებს ჩვენ ის რაც გვაქვს სულ ბოდიში და ერთ ადგილზე კიდიათ ძველ ეკლესიებს რაშიც და ერთ-ერთმა თეოლოგმა სხვათა შორის ბატონ მერაბონიანმა ასეთი რაღაც განმიცხადა ჩვენი მოვალეობაო არ არისო საპატრიარქოს ფსიქოლოგმა არ არისო ისო რომ ძველი აღვადგინოთო მაშინ არაფერი არ ისმის ამ ადამიანს არაფერი არ ისმის თუ ეს ადამიანი თვლის რომ ძველის აღდგენა ჩვენი მოვალეობა არ არის
მაშინ რა შეგჭირდება ქრისტე კაცო, ესეც ხო ძველია. ანუ რა შეგჭირდება ქრისტე, თქვათ, ხო? ზეციურთან კავშირი გჭირდება ქრისტე. ძველი აღდგენა გჭირდება. პირველ რიგში გჭირდება, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ის ძალა, რაც ჩვენს მეფეებს ჰქონდათ. რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ვერავინ ვერ უგებდა, ვერავინ ვერ აჯდებოდა თავზე. 1500 კაციდან საბოლოოს დარუბანდიდან დარუბამდე საქართველოს გააშენა დავით აღმაშენებელი. 1500 კაციდან. დღეს რომ ვიღაცა მოდის და მეუბნება, რომ ჩვენ არ გვაქვს მაგის ძალა რუსეთის გარეშე ვერ გავაკეთებთ ის, ვეუბნები ხალხო მეთქი. დაბრუნდით ძველ დროში. როგორ მოახერხა ეს პატარა ბიჭმა, რომ მან 1500 კაციდან მეომრიდან დარუბანდიდან დარუბანდამდე გააშენა საქართველოს. როგორ რუსეთს დაუკავშირდა? ევროპას დაუკავშირდა? ჩინეთს დაუკავშირდა? ვის დაუკავშირდა, ხო? გაიხსენეთ რა, ვის დაუკავშირდა? დავით აღმაშენებელი არის როგორც მოხსენიებული მესიის მახვილი. იცით თქვენ? რას ნიშნავს მესიის მახვილი? მესიის მახვილი არის ქრისტეს მებრძოლი. მესიის მახვილი, ხმალი. ანუ ქრისტეს ხმალია. პირველ რიგში ის დაუკავშირდა ქრისტეს. და ქრისტე მისცა მან იმის ძალა, რომ სასულიერო პირებისთვისაც თითი დაექნია და ქუსლები დაეჭრა იმ არამზადა სასულიერო პირებისთვის, რომლებიც იბრალებდნენ, რომ ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ არ იყვნენ ქრისტიანები და ანტიქრისტეები იყვნენ. დერბენდიდან დარუბანდამდე. დერბენდი ერქვა ამო? არ ვიცი, მე ვიცი დარუბანდი. მოიცა, გავიხსენო? ხო, დარუბანდიდან დარუბამდე არ იქნება, იმიტომ ერთი და იგივე სიტყვაა. დერბენდიდან დარუბამდე, ხო, ეს პირველად მესმის ეს დერბენდი, მაგრამ წესით უფრო რეალობას შეეფერება. დერბენდი არის ადგილმდებარეობა, ესეთი ტერიტორია. ხო, დერბენდი. მადლობა თამო. შესწორების ის უფრო სწორად ლალი, მოიცა? თამო. ნიკოფსიდან დარუბამდე. ხო, მეც ეგრე ვიცოდი ლალი, ნიკოფსიდან დარუბამდე, მაგრამ ნიკოფსია ესე იგი დერბენდიც არის. ხო და ეხლა ნიკოფსიდან დარუბამდე იქიდან იქამდე მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ანუ პატარა, აი ახლა დარჩენილი საქართველოს ამხელა გახადა რა. კონკრეტულად რა ადგილიდან რა ადგილამდე მაგას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ თამარის დროს უფრო დიდი იყო საქართველოს. ყველაზე დიდი საქართველოს იყო თამარის დროს. თუ კი რამე არსებობდა საქართველოს ტერიტორიებზე საზღვარი და რომელიმე მეფეს მოეპოვა ეს საზღვრები, იყო თამარის დროს. ასევე იყო თამარის დროს ოქროს ხანაც. არას დროში არ ყოფილა ოქროს ხანა, იყო აღმშენებლობითი ხანა დავითის დროს და ოქროს ხანა იყო თამარის დროს. ოქროს ხანა რატო იყო? იმიტომ რომ ოქროებს გამოიმუშავებდნენ. ოქროს ხანა იყო, იმიტომ რომ სულიერად გაწყინებული იყო საქართველოს, სულიერად მაგარი იყო, ძლიერი იყო და იმიტომაც გაიზარდა. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ რატომ დავპატარავდით, სულიერად დავპატარავდით, იცით რატო? პირველ რიგში ის რომ ამდენი ხანი გვაცადა ღმერთმა, რომ გაგვეგო ვინ არის მართალი, ვინ არის ტყუანი. მერე გავიგეთ ვინ არის მართალი, ვინ არის ტყუანი და თვალი დავხუჭეთ იმაზე, რომ აი ხო ეს ჩემი საქმე არ არის. თვალი დახუჭე, როგორც კი თვალი დახუჭე, ეგრევე ჯერ აფხაზეთი წაგართვა. რატომ წაგართვა ღმერთმა აფხაზეთი თუ იცი? იმიტომ რომ როდესაც ილია მეორემ პრეზიდენტი მოგიკლა, ის პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვა და ქრისტე გააცოცხლა ისევ საქართველოში, იმიტომ რომ მაშინ კომუნისტები იმდენად ებრძოდნენ ეკლესიას, რომ საერთოდ დავიწყებული ჰქონდა ეკლესია საქართველოს. რომელმა პრეზიდენტმა პირველმა აღარ ვიტყვი იმის სახელს, იმიტომ რომ ყველას აშინებს იმის სახელის თქვა, რომელმა პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვა, მას მერე რაც დაკარგული ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ის პრეზიდენტი მოგიკლა ილია მეორემ და შევარდნაძემ. შენ ამაზე თვალი დახუჭე და ვითომ არაფერი.
შენ რა გონია აფხაზეთს დაგიტოვებს? ფხას დაგიტოვებს შენ ღმერთი? ფხა წაგართვეს. ფხა გამოგაცალეს. პირდაპირ ეგრევე პირდაპირ ნიშანი იყო ზეციდან რომ შენ უფხო ხარ, შო? უნიფხოც ხარ და უფხოც ხარ. ფხა აღარ გაქვს. თუ თევს ფხა არ აქვს, ის ქრისტეს საძმო ვერ იქნება. იმიტომ რომ ქრისტეს სიმბოლო არის თევზის გამოსახულება. და შენ აფხაზეთის წაგართვეს, ახლა სამაჩაბლო წაგართვეს. სამაჩაბლოში, აბა ჩაიხედეთ რა სიტყვა არის. სამიურევია. რატო წაგართვეს სამაჩაბლო, რას ფიქრობთ? დანიშანი მოგცათ ღმერთმა და ვერ გაიგეთ და მე ამისთვის დაისაჯეთ უფლება მოაპოვებინეთ ბოროტს რომ წაიღო ის რაც გააქვთ. აბა 2008 წლამდე რა მოხდა ისეთი რომ ნიშანი გქონდათ საქართველოს, მე არ ვიყავი საქართველოში, მაგდროს ვიყავი გერმანიაში და აი საერთოდ საქართველოს 2004 წლიდან 2016 წლამდე საქართველოში რა ხდებოდა მე აზრზე არ ვიყავი რა 2008 წელს რომ ომი მოხდა ხო ეგ გავიგეთ ყველამ და სოფლიომ გაიგო და მეც გავიგე მათ შორის მაგრამ ჩართული აქტიურად მე არ ვიყავი არც სასულიერო საკითხებში არც პოლიტიკაში არაფერში მე ვიყავი გერმანიაში და ვსწავლობდი ჩემს სტიქიაში ვიყავი მაგრამ თქვენ გეცოდინებათ რა ნიშანი მოგცათ ამ დროის განმავლობაში ღმერთმა და თქვენ ვერ გაიგეთ და საბოლოო ჯამში ეს დასრულდა იმით რომ სამაჩაბლო დაკარგეთ. ცხეთასაც დაკარგავთ იცოდე. ნიშანი გაქვთ მოცემული უკვე. ცხეთას დაკარგავთ. მაგრამ როგორც გაბრიელმა თქვა თუ იმას შეინარჩუნებთ რაც გაქვთო ვერავინ ვერ მოგერევათ. ასე რომ კარგი სამაჩაბლო წაგვართვეს, ეხლა რაც გვაქვს ის მაინც შევინარჩუნოთ, ხო? და ეხლა რას გეუბნებათ ღმერთი, აი პირველი ნიშნები რა მოდის ზეციდან. რაზე საუბრობენ ის ხალხი, ვისაც ზეცასთან კავშირი აქვს, აი მაგალითად ზეცასთან კავშირი ქონდა. ჯორჯაძეს ზეცასთან კავშირი ქონდა, ნუ ეგ ერის ხალხიდან ჯორჯაძეს, ვერის ხალხიდან მამა გაბრიელს ზეცასთან კავშირი აქვს ასევე ნარიმანს, ზეცასთან კავშირი მაქვს ასევე მეც, ზეცასთან კავშირი ვისაც აქვს ხალხო. რა ნიშნებს გაძლევთ? არ მითხრათ ახლა ილია მეორეო რა. ილია მეორეც რომ ზეცასთან კავშირი ქონდეს, ის არ დაიწყებდა ერის შეშინებას რომ საჭმელები იყიდეთ და პადვაში დააგროვეთო, იმიტომ რომ ომი მოვაო და მერე დაგჭირდება და ერთ ფოთოლსაც ის ექნება. ზეცასთან კავშირი ვერ ექნება იმ ადამიანს, რომელიც შიშს ნერგავს თავის ერში. არ არსებულია ეგ რა. პირდაპირ ხედავს წმინდანი ადამიანი ხედავს ვინ არის ზეცასთან კავშირში და ვინ არა თავის აქციელებით და სიტყვებით. ეხლა არ მომდგეთ რომ შენ ხო იწყევლებიო. წყევლა აუცილებელიც არის და მნიშვნელოვანიც და ძალიან ბევრი წმინდა მამა იწყევლებოდა, როცა საჭირო ხდებოდა და ქრისტეს იწყევლება ლეღვის ხესო წყევლის. წყევლა აუცილებელია. მაგრამ წყევლის ისე ეშინიათ მაგათ, რომ ამოაგდეს ეს თავები, სადაც წყევლა აუცილებელია. ერთი ლეღვის ხეს ვერაფერი ვერ უქნეს, იმიტომ რომ ხეხი არის და ვერაფერს ვერ იძავსო რა. ანუ ხალხი ვერ მიხვდება იმასო, რომ წყევლა იესო პირიდან რომ წყევლა გამოდის, ხეს რომ წყევლის ხე დაწყევლოსო, არა უშავსო რა. მაგათი იაღოველების ფანტაზიებს გეუბნებით ახლა რა. რომ გონიათ რომ კაცობრიობა ძალიან დებილია და პირდაპირ გეუბნებათ იესო ქრისტე რა, როდესაც უსამართლობას ხედა განრისხდი, უნდა განრისხდი, შენ თუ მრიცხანება არ გაქვს, ესე იგი წართმეული გაგუნარი. შენ თუ უსამართლობის წინააღმდეგ არ განრისხდები, შენ მოგეკითხება ყველა ის უსამართლობა, რაც დაინახე და არ განრისხდი და არ ამოიღე ხმა. იმისი იცოდოთ შენ მოგეკითხებაო. მარტო შენ იცოდები კი არა, იმისი ცოდა შენ მოგეკითხებაო, გესმის? ვისაც და სადაც დაინახავ უსამართლობას და ხმას არ ამოიღე.
ჩემი საქმე არ არის და მე როგორ ქრისტიანი ვარ და ეგეთ საქმეებში ვერ ჩავერები, ეგ არის ანტიქრისტიანული მეგობრებო, იცოდეთ რა, იმიტომ რომ საბაოთი მეომარს ნიშნავს. მეომარი არის უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა. და ამას კიდე საკეთემაა კიდე სამართლიანობამ როგორ ჩამოვიწვირთა დედამიწაზე. ეგ უკვე გნოსტიკურ სახარებებში წერია, რომელსაც არ გაჩვენებენ თვალით. ისინი, ის იაღოველები, ილია მეორის მიმდევრები, ყველა იაღოველია, იმიტომ რომ იაღოვას როგორც ღმერთს ისე აღიარებს ილია მეორე თავისი პირით ვიდეოში. ეხლა რაც შეეხება თავარი ადგილების აღდგენას, ეს უკვე დაწყებულია. იცოდეთ მეგობრებო, ძალიან დიდი საქმეა დაწყებული. ყველა თითოეული თქვენგანს მოეკითხება აღდგენაში მიიღოს მონაწილეობა. ნებისმიერი, აი თქვენს სოფელში თუ კი რამე არის ძველი, ნანგრევი, აუცილებლად მიდით დაიწყეთ, როგორც თავიდან ერთი ადამიანი მუშაობდი, ახლა ბევრი მუშაობთ. თქვენი ხელებით დაიწყეთ. არაფერი არ გჭირდება, თანხები არ გჭირდებათ ამისათვის. თქვენი ხელები გჭირდებათ და ჯანი და სურვილი. თქვენ თუ აღადგენთ კავშირს ზეცასთან, იცოდეთ რომ ძალიან ძლიერი მეომარი ხართ ქრისტეში რა. აი ამას გეუბნებით მე თქვენ. სამსახურში წასვლა და ბავშვებს საჭმელი უყიდო, ეგ არ არის მეომრობა. ეგ არის ამასოფლისა ხიბლში ყოფნა და ორომტრიალში ხელის შეწყობა. ამასოფლისა დაცემულობაში ხელის შეწყობა. მაგრამ შენ თუ ქართველი გონია თავი და ხარ, აუცილებლად შენი სულისკვეთება იქნება ქართული. ქართული არის ის, რომ ზეცასთან კავშირში იყო. თუ ქართველი ზეცასთან კავშირი არ არის, კავშირი არ აქვს, ხო? ის ადამიანი ყვდება სულიერად. თუ კი სულიერად მკვდარი ხარ, შენ მარტო ლეში ხარ. ანუ შენ ხარ მარტო ზომბირებული რაღაცა მასა ხორცის, რომელიც მარტო ხორცზე ზრუნავს. ადამიანი სამების მსგავსად არის შექმნილი. სამი არსი არის შენში, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური და ისე ასტრალური. ასტრალური არის სულიერი, რასაც ვერ ეხები და ვერ დაამტკიცებ, რომ აი ეს ესია, მაგრამ იცი რომ ესია. გესმის? ასტრალური ეგ არის. სიზმარს ვერ მოუყვები ადამიანს, რომ მართლა ეგრე იყო. შენ იცი სიზმარში რა ნახე. ეგ არის ასტრალური. მაგრამ შენ ვერ დაუმტკიცებ ადამიანს, რომ ეს ნამდვილად ნახე ესე. აი მე შენ დაგიმტკიცე. ასტრალურს ვერ დაუმტკიცებ ადამიანს, მაგრამ იცი რომ ეს ასია. მენტალურს დაუმტკიცებ ადამიანს, იმიტომ რომ შენ ლოგიკით რაღაცას იქ დაწერი, იმას ის დაანახებ შეიძლება, მაგრამ ასტრალურს ვერ დაანახებ, თუ კი იმას ის თვალი არ გაეხსნა. ზეცასთან სულთან კავშირი თუ არ აქვს. და ფიზიკურში, რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ და ვეხებით. ფიზიკურობიდან გამომდინარე, ეს სამი ენერგეტიკული ველი თუ გამართული არ გაქვს და მეოთხე ემატება ამას უკვე მეობა, აი ეს მეთი რო საუბრობს ქრისტე. მე გეტყვით თქვენ, სულ ყოველთვის მეთი იწყებს. მე გეტყვით თქვენ, სულ ესე იწყებს წინადადებას. და ეს ყურადსაღებია, ეს მე რას ნიშნავს. 4 რამე აქვს ადამიანს გასაცნობიერებელი, ფიზიკური, ასტრალური, მენტალური და მე. ეხლა მე წავედი და მალიწეს ფარაონი, და ფარაონი. ანუ მზედა ფარაონი. ფარაონებზე მე მაქვს ფარი და რანი არიან ეგენი. ფარი და რანი კიდე ფანარები არიან. ფანარი კიდე ვიცით რაც არის, ხო, მანათობელი. ანუ აქ ჩვენ გვაქვს საკითხი სამ ნათებასთან. ისა ორ ნათებასთან უკასრავად. ფარი და რანი, ანუ მცველებიც არიან ამასობაში, ესეთი არიან ფარები და მაგრამ ფანარი რომ, ანუ ნარი რომ ავიღოთ, ანუ რანი რომ შემოვატრიალოთ ნარად და ჩემი აზრით ეს სიტყვა გამართული უფრო არის
ფარაონი კი არა. უნდა იყოს ხო, ფარაონი. ფარაონი უნდა იყოს, იმიტომ რომ ფარი, აი წარმოიდგინეთ, არის ფარი, მერე მოდის რაე და მერე მოდის ონი. ხო და ახლა ორი ნათება არის და ამასთანავე ფარიც. როდესაც ფარი ხარ შენ, რაე იცით რომ მზის ღვთაების წარმომადგენელი ღმერთია. ონი კიდე არის ასევე მზის ღვთაება. თუ კი შენ ფარი ხარ, რაესი და ონისი, მაშინ ხარ ფარაონი. ფარაეონი წესით, გესმით? და თუ ფარაეონია სიტყვა გამართული, მაშინ ნახე რა გამოდის ეონი ფარაო. ეონებზია საკითხი. თვითონ ეონი არის ესეც არის ნაწილაკი, შემადგენელი ნაწილი კონკრეტული ფიზიოლოგიური ველის. ხვდები? ეონი, რაე და ონი. ფარაეონი, ანუ ფარაეონები, იგივე ფარავნები, მე ეო გადაკეთდა ვით ფარავნები. იყვნენ აი ღვთიური წარმომადგენელი, როგორც ანქელიოსები. ანქელიოსაც აქვს ესეთი ანქი არის ღმერთი, მზის ღმერთი, ჰელიო არის ისევ ნათება. ესე იგი ამასთანაც ნათებასთან აქვს და სინათლესთანაც კავშირი, თვითონ ანქელიოს ფარაონსაც ისევ მზესთან და იმასთან აქვს კავშირი, მაგრამ აქ სხვადასხვა ნათებებზე არის რა. ეონი სხვა ნათება, რა სხვა ნათება, ანუ სხვა სივრცეა. ონი სხვა სივრცეა, მთვარე სხვა სივრცეა, ანი სხვა სივრცეა, იმიტომ რომ ანი მთვარის ღმერთი. ყველა არის ნათება, მაგრამ სხვადასხვა ნაირები. რა არის დედიკო? ეხლავე მოვდივარ. აქედან გამომდინარე რაღაცა დაფარაონიო, მაგრამ დის რატო ვამატებთ? ფარაონი. ანუ რაღაც ფარაო, ხო? ფარა. სინათლე ფარაო. სინათლეს მფარველები არიან. დაფარვა, ანუ ფარა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ფარად, ანუ ცხვრის ფარა, რაღაცა დაფარა, სამი მნიშვნელობა აქვს. ან რაღაცას ფარავს, მალავს. ან რაღაცას იცავს, დაიფარა, რაღაცისგან იცავს. ქართული ენა იმიტომ არის გავარკვიოთ, რას გულისხმობდა ეს სიტყვა სინამდვილეში. მის არს უნდა ჩავწვდეთ, თუ არა და ამის სიტყვას ძალა არ აქვს. სიტყვის ძალას რო აღადგენ, ესეც აღდგენა არის. წავედი მეგობრებო, გაკვეთეთ, აბა იფიქრეთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ, შეიძლება მე კიდე შემოგიაცდეთ.